საღამომშვიდობის საუყურებთ მაესტროს მთავარ გამოშვებას თეონა გიორგელაშვილთან ერთად. Კარტერული გარიგება და მოქმედება მოსახლეობის წინააღმდეგ 4 ფარმაცევტული კომპანია 53 მილიონით დაჯარიმებულია. კონკურენციის სააგენტო მასშტაბური მოკვლევის საფუძველზე მათ შორის შეთანხმებულ ქმედებებს მიაგნო. კომპანიები ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასებს ზრდიდნენ და ასევე ხელოვნურ დეფიციტს ქმნიდნენ. სააგენტომ იდენტური ფასის 88 შემთხვევა გამოავლინა. ჯარიმა მრავალმილიონიანია. მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. უწყება არაკეთის ინდისიერ ქმედებაზე შესაბამის რეაგირებას აანონსებს. PSP GEPA ავერსი და მერმისი არაკანონიერ ქმედებაში შემჩნეული კომპანიები კანონს ახლა კონკურენციის სააგენტოს ახსენებენ და საჩივარს ამზადებენ. სალომე სილაგაძე ამბობს. დადასტურდა ის სამარცხვინო და ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ძალიან საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე და ძალიან მყარი არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით. ჯანდაცვის მინისტრი იმ ფარმაცევტული კომპანიების დარღვევებზე საუბრობს, რომლებმაც ონკოპაციენტებს წამლები ხელოვნურად გაუწვირეს. საქმე უმსხვილეს საფთიაქო ქსელებს ეხება. გაირკვა, რომ PSP ავერსი, ფარმადეპო, GPC და მერმისი შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 4 მაგ ფასს ადებდნენ და ქვეყანაში წამლების დეფიციტს ქმნიდნენ. ეს კომპანიები მიზანმიმართულად ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ ცდილობდნენ თან ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას, ფასის გაზრდას მედიკამენტებზე. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ფასები გაიზარდა 3-ჯერ, 4-ჯერ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე. სქემა კონკურენციის სააგენტომ გაშიფრა. 9 თვიანი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2021-23 წლებში ძვირადღირებული მედიკამენტების ფასი 88 შემთხვევაში ერთმანეთს ერთ-ერთი ემთხვეოდა. სააგენტომ კომპანიებს ჯამში 53 მილიონის ჯარიმა დააკისრა. სააგენტომ გამოავლინა იდენტური ფასის 88 შემთხვევა აღნიშნულ პერიოდში, რაც მოიცავს 23 შემთხვევას 2 კომპანიის მონაწილეობით, 57 შემთხვევას 3 კომპანიის მონაწილეობით და 18 შემთხვევას 4 კომპანიის მონაწილეობის. სააგენტოს შეფასებით აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი ბიზნეს მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. დაჯარიმებული კომპანიები ერთმანეთთან გარიგებას კატეგორიულად უარყოფენ. მათი ნაწილი სასამართლოში ჩივილს აპირებს. გაირკვა, რომ GEPA-მ, რომლის ქოლგის ქვეშ GPC და ფარმადეპოა გადაწყვეტილებამდე 15 დღით ადრე ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია დატოვა. არ ვეთანხმებით აღნიშნულ მოკვლევას, ასეთ ფაქტს არ ქონია ნამდვილად ადგილი, მით უმეტეს ესეთი მძიმე ბრალდების, გარიგებისა და კარტერული შეთქმულების დარწმუნებულება, რომ სამართლიანი სასამართლოს ფარგლებში ისინი აუცილებლად დაამტკიცებენ თავის სიმართლეს. GEPA რამოდენიმე დაახლოებით 15 დღის წინ გავიდა ასოციაციიდან. ასოციაციის არც ერთ ბორდის წევრს არანაირი ინფორმაცია და განმარტება არ მიუღია GEPA-ს გასვლასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია PSP-მ სრულად წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა ნებისმიერი სახის შეთანხმებულ ქმედებას, კონკურენციის სააგენტომ არ შეაფასა და მხედველობაში არ მიიღო წარდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად, დასაბუთების გარეშე რეკორდულად მცირე დროში გამოიტანა მიკერძოებული და უსაფუძვლო გადაწყვეტილება. კონკურენციის სააგენტოს დასკვნა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე ევროკომისიისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას. და PSP მიმართავს სასამართლოს კანონით განსაზღვრულ დროში. ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების შესწავლის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტრომ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს წლის დასაწყისში მიმართა. უწყებაში განმარტავენ, რომ მსგავს შემთხვევებში სამინისტროს რეაგირება კიდევ უფრო მკაცრი იქნება.